გახმაურებული სპეცოპერაციის გამოძიება ვარციხეში ლიკვიდირებული 3 ახალგაზრდის ოჯახების განცხადება უკვე პროკურატურაშია. დაღუპულთა ახლობლები ითხოვენ დაისაჯოს ოპერაციის ყველა მონაწილე, მათ შორის ხელმძღვანელი იმერეთის სამხარეო პოლიციის მაშინდელი უფროსი ლევან კახიანი, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ ცენტრში მუშაობს. ოფიციალური ვერსიით 2006 წლის თებერვალში 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა, თუმცა დაღუპულთა ოჯახები ამ ვერსიას არ ადასტურებენ. ზოგიერთი თანამდებობებზეა. რამინ კიზირია 2006 წლის 23 თებერვალს სოფელ ვარციხეში სპეცოპერაციისას პოლიციელების მიერ ლიკვიდირებული ერთ-ერთი ახალგაზრდის 25 წლის ბუთხუს კიზირიას მამაა. ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელის იმერეთის მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსის დასჯას ელოდებოდა. თუმცა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ლევან კახიანი 2 თვის წინ ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა სამხარეო პოლიციის უფროსი მაშინდელი ლევან კახიანი. 2 თვის უკან გავიგეთ მე და ქალბატონმა ელისომ, რომ ლევან კახიანი დაინიშნა ხარიბაშვილის უწყებაში ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ. ლევან კახიანის ძალოვან სტრუქტურაში მუშაობას აპროტესტებს ამავე სპეცოპერაციისას კიდევ ერთი გარდაცვლილის 27 წლის ვალერი ბენდელიანის დედაც. გარდაცვლილთა ახლობლებს იმედი აქვთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დაინტერესდება სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელების საქმით. ნამდვილად ვითხოვ, რომ ის კახიანი მისცეს უმაღლესი სასჯელი. ხელი რომ ვაწევი თელეგლიები გამოჭმული ხონდა ტყვიითგან. Kane saati lo უნდა გეკეთებიან საათის მაგრამ ტყვით იყო გახრეტილი მისი ხელები. 27 წლის ვალერი ბენდელიანი, 25 წლის ბუთხუს კიზირია და 29 წლის ზვიად ბაბუხადია 2006 წლის 23 თებერვალს ვარციხეში ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლდნენ. მაშინ ოფიციალურად ითქვა, რომ ახალგაზრდები საყაჩაღოდ ქუთაისიდან ვარციხეში ტაქსით მიდიოდნენ. გზაში კი პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ისინი არ დაემორჩილებენ პოლიციის ბრძანებას და მოახდინეს ცეცხლსროლი არ არის გასროლა პოლიციის მუშაკების მიმართულებით. დაღუპულთა ახლობლები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონიათ და ლიკვიდაციის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით პოლიციელებმა ავტომატები ჩაუდეს. არ არის დადგენილი ოჯახი, ვის დასაყაჩაღებლადაც ახალგაზრდები მიდიოდნენ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საქმეში არსებული მასალების გაყალბებაზე მიუთითებენ. ექსპერტიზის დასკვნა ჩვენ რომ მოვითხოვეთ, მოგვივიდა პასუხი, რომ არანაირ დენტისებურ ნივთიერებას შეხება არ ქონდა არც ერთის ტანსაცმელთან, არც ერთის ხელებთან. ანუ იარაღი არ ქონდათ. შემთხვევის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლი გია ჩიტიაშვილია. სწორედ მისი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ახალგაზრდები ქუთაისიდან ვარციხეში. ჩიტიაშვილმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში ძიებას უთხრა, რომ ცეცხლი ახალგაზრდებმა გახსნეს. თუმცა ორ თვეში საქართველო დატოვა. საბერძნეთიდან კი ერთ-ერთ არხთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ შეეშინდა და ძიებას არასწორი ჩვენება მისცა. მისი თქმით კი მოკლულებს იარაღი არ ჰქონიათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა მე-9 არხს დაუდასტურა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პოსტზე ლევან კახიანის დანიშვნა. სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა ოჯახის წევრებს ურჩია, რომ ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართონ. აქვე მინისტრმა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. არსებობს მთავარი პროკურატურა, თუ რაიმე კითხვები დარჩა ოჯახს, მე მოუწოდებ მათ, რომ მიმართონ მთავარ პროკურატურას და პროკურატურამ გამოიძიოს და გაარკვიოს თუ რეალურად რა მოხდა იმ დღეს. ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ. და შესაბამისად მე ამ სრულ დეტალებში შევიდე. პოლიციელთა ძალის გადამეტების დადგენის მიზნით 2006 წელს სპეცოპერაციის შემდეგ გამოძიება დაიწყო. თუმცა ძალოვანთა გადაცდომა მაშინ ძიებამ ვერ დაადგინა და საქმე დაიხურა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ მთავარ პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს.